ივანიშვილის კიდევ ერთი გზავნილი კრემლის სახელმძღვანელოდან მისი პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დღეს უცებ აქტუალურებს რუსოფობიის საკითხს. წერილში ის ამტკიცებს, რომ საქართველოში რუსოფობია ოპოზიციასა და არასამთავრობო სექტორში მხოლოდ 2022 წლის შემდეგ უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე გაჩნდა და არა 2008 წლის ომის შემდეგ, რასაც კობახიძე გარე ძალების დავალებას უკავშირებს. დღევანდელ გამოსვლაში მას არ უხსენებია, რომ რუსეთს საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული. არც ის, რომ უკვე 2 საუკუნეა, რაც საქართველოში სხვადასხვა ფორმაციის რუსეთი კლავს ანგრევს. საქართველოს მოქალაქეს ართმევს სიცოცხლესაც, სახლსაც, ტრადიციასაც, რელიგიასაც, ღირსებასაც. მას არც იმაზე გაუსვამს ხაზი, რომ მიუხედავად რუსეთზე ლეგიტიმური ბრაზისა, საქართველოში რუსი ეროვნების მოქალაქეები უსაფრთხოდ შედგადიან, რჩებიან, ყიდულობენ უძრავ ქონებას, იწყებენ ბიზნესს და ასე შემდეგ. რატომ პროვოცირებს ქართული ოცნება? ამჯერად რა უკარნახეს ოლიგარქს მოსკოვიდან? არ დაგვავიწყდეს, რომ რუსეთი აგრესიას ხშირად ამყარებს სწორედ მისი დაჩაგრული მოქალაქეების დაცვის რიტორიკით. ასე იყო 2022-ში, როცა პუტინმა თქვა, რომ უკრაინაში ეგრეთ წოდებული სპეცოპერაციის ერთ-ერთი მიზანი დენაციფიკაცია, იმავე რუსოფობიის აღმოფხვრა იყო. რის მომზადებაში ეხმარება ოცნება კრემლს ამჯერად? სალომე ლაბაძის მასალაში თქვენ ნახავთ, რომ რუსოფობია როგორც პრობლემა საქართველოში გუშინ მოსკოვიდან დაისვა, თბილისში მოქმედმა არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ კი ის მყისიერად დაიტაცა როგორც საყურადღებო დავალება. С ростом крайнего национализма, который быстро приобрел форму агрессивной русофобии и неонацизма. ეს 2022 წლის 21 თებერვალია, როცა პუტინი კამერის წინ დაჯდა და უკრაინაში რუსოფობიის შესახებ ილაპარაკა. აქედან ზუსტად 3 დღეში კი კიევს დაესხა თავს და ფართომასშტაბიანი ომი წამოიწყო. ეს კი ირაკლი კობახიძის მიერ დღეს სოციალურ ქსელში გავრცელებული პოსტია, სადაც იგივე რიტორიკაა განმეორებული საქართველოს შესახებ. ყველაზე ხშირად აქ სწორედ სიტყვა რუსოფობია შეხვდებით. ანუ იმას, რასაც 4 წლის წინ პუტინი უკრაინას აბრალებდა, ახლა საკუთარ ხალხს ირაკლი კობახიძე აბრალებს. ქართულმა აგენტურამ რადიკალური ანტირუსული განწყობა მხოლოდ მას შემდეგ ჩამოიყალიბა, რაც რუსეთი უკრაინაში მეორედ შეიჭრა. აშკარაა, რომ გლობალურ ომის პარტიას სწორედ დღეს მიმდინარე კონფლიქტის მასშტაბი სჭირდებოდა იმისთვის, რომ ომში ევროპა ჩაერთო და რუსოფობია აგენტურაში მსოფლიო მასშტაბით, მათ შორის საქართველოშიც უმაღლეს დონეზე გაეღვივებინა. რას გულისხმობს ირაკლი კობახიძე რუსოფობიაში? ტექსტში თავად არ განუმარტავს, თუმცა ამ სიტყვის მნიშვნელობა კარგადაა ცნობილი კრემლის რიტორიკიდან. ტერმინი სწორედ მათი მოგონილია და მას პუტინის მთავრობა იყენებს ხოლმე იმ მდგომარეობის აღსაწერად, როცა მის მოქალაქეებს სხვა ქვეყნებში თითქოს ჩაგრავენ, ან საფრთხეს უქმნიან. ამაზეა დაფუძნებული ამ ქვეყნების წინააღმდეგ კრემლის აგრესიაც, ანუ რუსოფობია რუსული აგრესიის გამართლება გამოდის. 2008 წელს, როდესაც შენი ქვეყანა დაბომბეს, დაანგრიეს, დაკარგეს ტერიტორიები, უფლებაც კი არ მისცეს იმასთან დაკავშირებით, რომ ამ ყველაფერზე ესაუბრა პირიქით. პრეზიდენტი კიდევ ერთხელ ვიმეორე, ამ დამანგრეველი და გამაუბედურებელი ომის შემდეგ იავარდებით ხელში ხდებოდა ლარსის საზღვარზე რუს ტურისტებს. და მაშინ კარგი იყო რუსები და დღეს გახდა ცუდი, მას შემდეგ რაც უკრაინაში შეიჭრა. ეს მიუთითებს იმაზე, რომ რასაც deep state ავალებს ამ უსამშობლო ადამიანებს, ისინი ვალდებულები არიან ყველაფერი შეასრულონ ზედმიწევნით. კობახიძის წუხილი რუსოფობიაზე ოცნების სხვა მაღალჩინოსნებმაც გაიზიარეს და ეს აგვისტოს ომის კვირაში ხდება. ანუ მაშინ, როცა ქვეყანა რუსულ ოკუპაციას იხსენებს და ომში დაღუპული გმირებისთვის პატივის მისაგებად ემზადება, საქართველოს დე-ფაქტო მთავრობამ რუსეთის მოქალაქეების ჩაგვრაზე წამოიწყო საუბარი. მთავარი კი ისაა, რომ ამის მტკიცებისთვის საფუძველი სინამდვილეში არ არსებობს, რადგან სტატისტიკაც აჩვენებს, რომ ბოლო პერიოდში რუს იმიგრანტებისთვის საქართველო სულ უფრო მიმზიდველი ქვეყანა ხდება. მაშინ რას არქმევს ოცნება რუსოფობიას? აქ გავრილოვის ეპიზოდი უნდა გავიხსენოთ, როცა 2019 წელს დუმის კომუნისტი დეპუტატის ჩასმას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში საზოგადოების მწვავე პროტესტი მოხვა. ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ სწორედ ეს პროტესტი იყო ოლიგარქისთვის იმის პირველი შეხსენება, რომ ქართველი ხალხი მის პრორუსულ პოლიტიკასთან შეგუებას არ აპირებდა. ოკუპანტისთვის მაამებლური პოლიტიკის წინააღმდეგ მოქალაქეებმა პროტესტი ბოლო წლებშიც არაერთხელ გამოხატეს. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ რუსოფობიად ივანიშვილის პარტია ახლა სწორედ ამ მდგომარეობის შეფუთვას ცდილობს, რაც საქართველოსთვის ახალ საფრთხეს ქმნის.
უკრაინის შემთხვევაში მან მოიგონა, რომ უკრაინაში არსებობდა რუსოფობია და ამის გამო დაიწყო უკრაინის წინააღმდეგ ომი. და ამ შემთხვევაში თუ საქართველოს პრემიერ-მინისტრი პირდაპირ ამბობს, რომ საქართველოში რუსოფობია არსებობს, მაშინ რუსულ მხარეს შეუძლია თქვას, რომ ეს ჩვენი მოგონილი არ არის, აგერ ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრიც საუბრობს იმაზე, რომ მათთან რუსოფობია არის პრობლემა და ისინი ამას თუ ვერ აგვარებენ, მაშინ ჩვენ შეგვიძლია მოვაგვაროთ. შეიძლება ასეთი ინტერპრეტაციაც კი მიეცეს ამას კრემლში, რაც სერიოზული ხიფათის მატარებელი შეიძლება აღმოჩნდეს საქართველოსთვის. რუსოფობიაზე წუხილით კობახიძე გამორჩეული არ არის. ვიდრე ოცნების პრემიერი დაწერდა, თემაზე უკვე საუბრობს კრემლის პროპაგანდისტული მედია, სადაც ამტკიცებენ, რომ საქართველოში რუსეთის მოქალაქეებს უსაფრთხო გარემო აღარ აქვთ. ბოლოსაბაბად ამისთვის კახეთში, ქორწილში მომხდარი გამოიყენეს. საქმეშია კრემლისტური ორგანიზაციებიც, რომლებიც ოცნებას მოქმედებისკენ მოუწოდებენ. დასაჯოს ყველა, ვისაც ხელს რუსეთის მოქალაქეები დაადებენ. რაც შეეხება რუსოფობიას საქართველოში, რა თქმა უნდა, არის რადიკალური ოპოზიციის ნაწილი, რომელიც აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ შექმნას მითი იმის შესახებ, თითქოს საქართველოში რუსოფობია და ქართველები არასტუმართ მოყვარეები არიან. რა თქმა უნდა, არის კიდევ ადამიანთა გარკვეული ნაწილი, რომელიც ამას ახალისებს. ზოგიერთ შემთხვევას სინამდვილეშიც აქვს ადგილი, მაგრამ ბევრი შემთხვევა დასავლეთიდანაა ორკესტრირებული. დასავლეთი მრავალი წელია ოცნებობს რუსეთსა და საქართველოს შორის სიძულვილი გააღვივოს. როგორც არ უნდა სცადოს, ჩვენი ხალხები ერთმანეთისკენ მაინც მიისწრაფიან. ჩვენ ქართველები სტუმართ მოყვარე ხალხი ვართ, სადაც არ უნდა ვიყოთ, გვიყვარს სტუმრები. სტუმარი ღვთისა. ამიტომ იცით, ცალკეული პირები, რომლებიც ამას ჩადიან, ეს პირები ფინანსდებიან დასავლეთიდან. ეს პირები უნდა იყვნენ, ესე იგი, იდენტიფიცირებული და დასჯილი. და ჩვენ ძალიან ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს ხელისუფლება ამას მოეკიდება სერიოზულად და კონკრეტულად. ან კიდევ საზოგადოებას უთხრან, რომ ეს იყო დასავლეთიდან, ან კონკურენტების მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია, რათა ჩვენთან ტურისტებმა არ იარონ. კიდევ ერთი შეტევა საქართველოს ეროვნულ ინტერესებზე. ოპოზიციაში ამბობენ, რომ რუსოფობიაზე საუბარი ივანიშვილის მიერ კრემლის მორიგი დავალების შესრულებას ნიშნავს და იმაზე შორს წასვლა, ვიდრე ომში საქართველოს დადანაშაულება. პარალელურად პარტია ამ ბრალდებასაც ძალში ტოვებს. აგვისტოს ომის კვირეული კობახიძემ სწორედ ამ ნარატივის გამეორებით გახსნა. მე ნამდვილად ვერ ვიტყვი ვინ როდის გახდა რუსოფობია, შემიძლია თქვა რომ ლელო ძლიერი საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს და ამ გუნდს ყოველთვის ჰქონდა ძალიან თანმიმდევრული პოზიცია რუსეთის ფაშისტურ ფედერაციასთან დაკავშირებით, თუმცა შემიძლია დანამდვილებით გითხრათ, რომ ირაკლი კობახიძე მაშინაც და ახლაც იყო და არის რუსოფილი და ის არის ის სამარცხვინო პრემიერ-მინისტრი, რომელიც ამ ქვეყნის ისტორიაში შევა როგორც რუსეთის საგარეო დაზვერვის სპეცოპერაციის გამტარი პოლიტიკოსი. ერთის რო გავრილოვის მასპინძელი ირაკლი კობახიძე მალავს და ივიწყებს იმ ფაქტს, რომ 2019 წელს ის გადააყენეს რომ გავრილოვის მასპინძლობის გამო, როდესაც მასშტაბური აქცია გაიმართა ამ სამარცხვინო ხვედების შემდგომ, რომლის თანამონაწილე და მასპინძელი ის იყო და სწორედ მაშინ გაგახსენებთ, რომ პირდაპირ ფრენები რუსეთმა შეწყვიტა საქართველოსთან, რამდენადაც ეს გამოსვლა შეაფასა რუსოფობიურ პროვოკაციას და როდესაც ამ ხაზს აგრძელებს ირაკლი კობახიძე და განსაკუთრებით ეხლა, როდესაც საკანონმდებლო დონეზე მათ შეუძლიათ ამ საფარქვეში ნებისმიერი პროვოკაციული ქმედება განახორციელონ სამეზობლოში, ეს რა თქმა უნდა არის კრემლისთვის გაწველი ხელი და მორიგი პროვოკაცია საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ. წერილში, რომლითაც საქართველოს კიდევ ერთხელ ადანაშაულებს ომში, ირაკლი კობახიძემ დაწერა, რომ არა ქართული მხარის მოქმედება, რუსეთი არ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ეგრეთ წოდებულ დამოუკიდებლობას აღიარებდა, რადგან ეს კრემლს მისი მტკიცებით ფიქრადაც არ ქონია.